ტირანაში ევროპის პოლიტიკური საზოგადოების სამიტის გახსნითი ღონისძიება უკვე შედგა. აქ იმყოფება ევროპის 47 სახელმწიფოს პირველი პირი. აქ იმყოფება უკრაინის პრეზიდენტიც ვლოდიმირ ზელენსკი, ასევე გერმანიის ახალი კანცლერი ფრიდრიხ მერცი, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და თურქეთის პირველი პირები და მათთან ერთად პოლიტიკური საზოგადოების სამიტს ესწრება ირაკლი კობახიძე, რომელსაც პრაქტიკულად მსოფლიოს არც ერთ ლიდერთან კომუნიკაცია არ ქონია. ჩვენ მხოლმძღვანელობთ იმ მასალით, რომელიც სამიტიდან ტირანაში ვრცელდება და აქ კადრებში კარგად ჩანს, რომ ირაკლი კობახიძე არ მისალმებია არც უკრაინის პრეზიდენტს, ყოველ შემთხვევაში კადრებში ასე ჩანს და არც ევროკავშირის ლიდერებთან რაიმე ტიპის კომუნიკაცია მას არ დაუმყარებია. გახსნითი ღონისძიების დროს დახურულ კარს მიღმა ირაკლი კობახიძეს ჰქონდა მცირედი გადალაპარაკება ესტონეთის პრემიერ-მინისტრთან. ის იჯდა ესტონეთის პრემიერ-მინისტრის გვერდით და სხვათა შორის ესტონეთი არის ის ქვეყანა, რომელმაც ბალტიის ქვეყნებთან ერთად ირაკლი კობახიძეს და ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს სანქციები დაუწესა. ესტონეთის სანქციებშია სწორედ ირაკლი კობახიძე და საინტერესოა, რას ეუბნებოდა ან რა ტიპის კომუნიკაცია შედგა ესტონეთსა და ესტონეთის მიერ სანქცირებულ ირაკლი კობახიძეს შორის. ასევე მცირედი კომუნიკაცია კობახიძემ ასევე მის გვერდით მждომ ლიხტენშტეინის პრემიერ-მინისტრთან დაამყარა. რაც შეეხება საერთო ფოტოს გადაღების დროს, აქაც იმ დროს, როდესაც ევროკავშირის და ევროპის ლიდერები ემზადებოდნენ საერთო ფოტოს გადაღების დროს, კადრებში ჩანს, რომ ირაკლი კობახიძე მიესალმა კაია კალას, ევროკავშირის ერთ-ერთ წარმომადგენელს გაფართოების საკითხებში, ევროკომისიის წარმომადგენელს, თუმცა მას სხვა ტიპის კომუნიკაცია არც გერმანიის, არც საფრანგეთის და არც ევროკავშირის არც ერთ ლიდერთან არ ქონია, არც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, რომელშიც აქტიურად არის მსჯელობა ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებასთან დაკავშირებით და ამ ვიდეო მასალიდან შეიძლება შეიქმნას საერთო სურათი, რომ ირაკლი კობახიძეს შეიძლება აქვს მცდელობა, თუმცა პრაქტიკულად არ გამოსდის. ესაუბროს ანტონიო კოშტას, ურსულა ფონ დერ ლაიენს, რომლებიც იღებენ გადაწყვეტილებებს და არიან ევროკავშირის აღმასრულებელი სტრუქტურების ხელმძღვანელები. რაც შეეხება უშუალოდ სამიტს და სამიტის განხილვის მთავარ თემას, ბუნებრივია ეს არის უკრაინა. უკრაინის ომი და პუტინის აგრესია. დღეს ევროპელი ლიდერები განსაკუთრებით ყურადღებას ავახველებდნენ პუტინის გუშინდელ ქმედებაზე, რომელიც თურქეთში არ ჩავიდა ზელენსკისთან პირისპირ მოლაპარაკებებზე. რა თქმა უნდა, დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირის სხვა ლიდერებმა დაგმეს პუტინის ეს გადაწყვეტილება, რომელმაც დაბალი რანგის დელეგაცია გააგზავნა სტამბოლში ზელენსკისთან შესახვედრად და ნატოს გენერალური მდივანი მათ შორისაც ამბობდა, რომ ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს პუტინის რეალურ განზრახვებს, რომ მას არ უნდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევა, მშვიდობა უკრაინაში და ახლა ყველაფერი სწორედ პუტინის მოედანზეა. მან ის უნდა დათანხმდეს ევროკავშირის, შეერთებული შტატებისა და უკრაინის შეთავაზებას 30 დღის განმავლობაში უპირობოდ შეწყვიტოს ცეცხლი უკრაინის ტერიტორიაზე. I think Putin made a mistake by sending a low-level delegation with this historian. ჩემი აზრით პუტინმა შეცდომა დაუშვა, რომ თურქეთში დაბალი რანგის დელეგაცია გაუშვა, რომელიც მოლაპარაკებებზე 2022 წელსაც იმყოფებოდა. პუტინ ნამდვილად მის მოედანზეა, მან უნდა ითამაშოს, მას სერიოზულად უნდა უნდოდეს მშვიდობა. ფიქრობ, მთელი ზეწოლა ახლა პუტინზეა. მე მას ძალიან კარგად ვიცნობ, მას ხვდებოდი, როცა ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი ვიყავი. კარგად იაზრებს, რომ ბურთი მის მოედანზეა. ის შარშია და შეცდომა დაუშვა, როცა მოლაპარაკებებზე უკრაინასთან დაბალი დონის დელეგაცია გაგზავნა. უკრაინამ გაგზავნა დელეგაცია, რომელსაც ნამდვილად სურს ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა. კმაყოფილი ვარ იმ როლით, რომელსაც შტატები თამაშობს. პრეზიდენტი ტრამპი არ ხვევს ამ ჩიხს. I'm so happy about the role the US is playing. Well, I think that what we saw yesterday and overnight. რაც გუშინ ვნახეთ, აშკარა მტკიცებულებაა, რომ პუტინი მშვიდობაზე სერიოზულად არ არის განწყობილი. ამიტომ ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია გვქონდეს აბსოლუტური ერთიანობა პარტნიორებს შორის ვიმუშაოთ ერთად, რომ მივახციოთ ცეცხლის შეწყვეტას. მაგრამ უნდა იყოს მკაფიო, რომ თუ არ იქნება ცეცხლის შეწყვეტა, ჩვენ ერთად ვიმუშაოთ სანქციებზე. ჩემთვის ეს არის მკაფიო მტკიცებულება, რომ სერიოზულად არ უნდა მშვიდობა. ის ფეხს ითრევს. ამიტომ დღეს შესანიშნავი შესაძლებლობა გვაქვს ვიმუშაოთ კოლეგებთან ერთად. To work with colleagues to make sure that we are absolutely united. We could witness all during the last days. ბოლო დღეების განმავლობაში თვალს ვადევნებთ პრეზიდენტი პუტინის რეალურ სურვილებს. მან თავდაპირველად 9 მაისს ცეცხლის შეწყვეტის მოწოდება გააჟღერა, რომელსაც პირადად პატივს არასდროს სცემდა. შემდეგ
უკრაინამ ევროკავშირისა და შტატების დახმარებით მოითხოვა 30-დღიანი უპირობო ცეცხლის შეწყვეტა, რომელიც პრეზიდენტმა პუტინმა უარყო. შემდეგ მან თურქეთში უკრაინასა და რუსეთის პირისპირ შეხვედრის სურვილი გამოთქვა. პრეზიდენტი ზელენსკი მზად იყო შესახვედრად, მაგრამ პუტინი არ გამოჩნდა. ეს აჩვენებს პუტინის რეალურ ზრახვებს. მას არ უნდა მშვიდობა. ჩვენ უნდა გავზარდოთ ზეწოლა, ამიტომ ჩვენ მუშაობთ სანქციების ახალ პაკეტზე. სანქციების ეს პაკეტი მაგალითად ჩრდილოეთ ნაკადი, პირველი და ჩრდილოეთ ნაკადი მეორესაც მოიცავს. So we have to increase the pressure. And this is why we're working on a new package. როგორ დაასრულდება ირაკლი კობახიძის ეს ვიზიტი ალბანეთის დედაქალაქში ამას დღეს განმავლობაში გავიგებთ მოახერხებს თუ არა რაიმე ტიპის კომუნიკაციას ან დახურულ კარს მიღმა პირისპირ მოლაპარაკებებს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოების ლიდერებთან ევროკავშირის ცხადად აქვს ნათქვამი რომ მათ შეამცირეს პოლიტიკური დონის კონტაქტები საქართველოსთან რის შემდეგაც უკვე ირაკლი კობახიძეს არც ერთი მაღალი დონის შეხვედრა ევროკავშირის ლიდერებთან არ ქონია დღეს კი ირაკლი კობახიძე უკვე ალბანეთის მიწვევით იმყოფება ევროპის პოლიტიკური საზოგადოების სამიტზე ალბანეთი არის ასე ვთქვათ მასპინძელი ქვეყანა და საინტერესოა რა ტიპის გზავნილებს გააჟღერებს იქნება თუ არა მისი რიტორიკა ისეთი როგორიც ხშირ შემთხვევაში საქართველოში არის ხოლმე რადგან ირაკლი კობახიძე არის ავანგარდში ევროპელი ლიდერების კრიტიკისა და ლანძღვისა ხშირად ახსენებს Deep State და გლობალური ომის პარტიას და საინტერესოა ამენით აპირებს თუ არა კობახიძე დღეს ესაუბროს ვინმეს ალბანეთის დედაქალაქში.